ხარ, ჩემი ტოლები ხარ, ჩემი შვილების ტოლები ხარ და ჩემი გულის ტვილი მინდა გითხრათ, რამაც აქ დაგიძახეთ უბრალოდ და რამაც შეგვიძლია აქ რა, რისთვისაც მოვიდით. ეს არის პირველ რიგში ჩემო კარგო ის პრობლემა, რასაც ხედავ პირველ რიგში მოსწავლე ახალგაზრდობის რო იტყვიან გახცნა მთლიანად. ეს აიწყება სკოლიდან მთლიანად, ესე იგი დაგვავიწყეს რა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ჩვენი ხევის ბერი ბოჭა, სადაც ღალატის ფასის რას ნიშნავს ღალატი, ეს დაგვავიწყეს, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ცხოვრება ხევს, სანამ ხევის ბერი ცოცხალი იყო, მანამდე უნდა ხსომებოდა, რამხელა ზიანი მიიღო იმ ხევმა და ასე ხდებოდა ერშიც და ბერშიც იმთავიდან. ეს არის კიდევ მეორე ვაჟა-ფშაველაზე მინდა თქვა, დაგვავიწყეს მისი გენერალური გამოთქმა, რაც უნდა ჭირი მომკერძო ბილს არ შევეზავით, კიდევ ბევრი რაღაცა. ეს პატარა თაობა, მომავალი თაობა, აი 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით რა. წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები, რომლებიც გაგვწიეს გამზადებულები ვართ და არიან ესენი ემიგრაციისთვის. გამზადებულები არიან იმისთვის, რომ რამდენიმე წლის წინ შემოიგეს კანონი მარიხუანა რო დაუშვეს მოხმარებაში და შემდეგ დღეს კიდევ ეს ამ ახალგაზრდებს დასდევენ და ესე იგი იმაში დევნაში და ესეთ იმაში ვართ რა ნუ მდგომარეობაში რაც ამ ახალგაზრდებს ფაქტურად დაგვაკარგულებს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. შემდეგ 25-დან 60 წლამდე რო ავიღოთ ჩვენი ასაკი, ჩემო კარგებო, ეს არის ეს ადამიანები ვართ, ვინც უკვე თითქმის ძალიან ბევრი ემიგრაციაშია. დანარჩენები კიდევ აი ეს ზოგი იმით რა ქვია სამსახურებით აიპებს შიმეებში დაგვასაქმეს და აი მეუბნებია რომ შენ ბიჭო ხმარ ამოიღო და ჭკვიანად იყავი, თორემ მე შეხება მქონდა თიანში ბევრ ადამიანთან და ვერ გამოვდივართ, იმიტომ რომ აი სამსახურებში გვაქვს ზეწოლა 300 ლარი 400 ლარი გვაქვს ხელფასი და როგორ უნდა ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ ეშინია რა ხალხს და ბოლოს პენსიონები რომელიც საერთოდ არ აინტერესებს მთავრობას 400 ლარიანი 500 ლარიანი პენსია და მე 15000 ლარიანი ისე ხელფასი დინას პარლამენტ დინას მერის 5000 ლარიანი ამ ხელას ხაობა უბრალოდ უხერხულობის განცდას რო არ აქვს ადამიანებში ძალიან მაგრად მეკვრის და ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ხრი აი ეს და ხორცით რო შემძრა და მძრავს დღესაც რა ეს არის არაბების უკონტროლო და უცხოელების უკონტროლო შემოდინება საქართველოში. ეს არის ჩემო კარგებო, ჩემი შეხედულებით უცხოური სპეცაგენტების მიერ შემოშვებული ადამიანები, რომლებიც ესე საღი მარცვლებივით ითესებიან საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა მიწაზე. შემდეგ ესენი აიყარებიან, ამოიყებიან და წყვილად გვეგონებიან ჯერთოს ბაყილოებით, სუსტები არიან და ვერაფერს ვერ გვავნებენ, მაგრამ გაიზრდებიან ესენი, ატყევდებიან და აი ამ ატყევებულში მე ჩვენ მომავლებს დაუწყებენ დევნას და გარეკვას. ესე რომ ცოტა ხანში საქართველოს ხელში აღარ დავშვება ჩემო კარგებო. ერთი რაღაცა მინდა გაგახსენოთ რა, ჩვენ თიელი ხალხი ვართ რა და ზუსტად მაგაზე ვარ მოტივირებული. იმ თავიდან ისტორიუდან საქართველოს სასიცოცხლო ძარ გვიყონთა და ჩვენ ვართ ის მთის ხალხი, ვინც კარგად უცდით იმ კულტის პატივისცემა, რასაც ქვია მანდილის პატივისცემა, ნამუსის კულტის პატივისცემა და კიდევ სტუმარ მასპინძლობა და რომელი ერთი შემოკარგება. სწორედ ეს იკარგება დღეს ჩვენში და აი ამას უნდა მივაქციოთ ხდება. აი ეს უნდა წამოვწიოთ წინაპლანზე, აი ამით უნდა გავერთიანდეთ, რომ იყო ოდესღაც ჩვენი წინაპრები, რომლებიც აი ამ ერთმანეთის სიტყვით, ერთმანეთის გადაძახილით, აი ამ დატოვებული მადლით ერთიანდებოდნენ და შემდეგ როგორც ზვავი და მეხიკე ვატყდებოდნენ დიდ ბარში მოსულ მტესს და ვერ იგებოდით. მინდა რომ თიანეთი გახდეს ის მინდა ამბიცია არ მაქვს იყოს არაგუში, იყოს თუშეთში, იყოს ნებისმიერ საქართველოს კუთხეში საწინდარი უნდა გახდეს იმისა, რომ ეს ქართველთა დიდი გაერთიანება გახდეს დიდი ეროვნული მოძრაობის საწინდარი. რადგან მთლიანად საქართველოს უკვე გაყიდულია ყველამ კარგად ვიცით რა, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იყიდება ქართული მიწები და გვერეკებიან აქ. დღეს თუმრად მოვიდნენ ჩემი პირადი მეგობრების ყველა ჩემი მეგობრები ხარ, მაგრამ სვანეთიდან მოვიდნენ, კახეთიდან მოვიდნენ, დიდი მადლობა მინდა მოუხადო მათ ამ ჩვენთან სტუმრობისთვის. ასევე თბილისიდან ჩამოვიდნენ სტუმრად გაერთიანებული დიდი ქართული გაერთიანების დამფუძნებლები, ბატონი დემურ გიორგელძე, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი და სხვა ჩვენი მეგობრები, გიგლა გობეჩი და სხვა ჩვენი მეგობრები. და მინდა რომ სიტყვა გადავცე ბატონ დავით ჭაბუკაშვილს, ერთ კიდევ ვიტყვი ბოლოში რა, მივმართავ თიანეთის მერიას და საკრებულოს.
თქვენ კაი ხალხო თქვენა 800 ხელმოწერა ჩაგაბარეთ ამ რამოდენიმე წლის წინ და ერთი ოფიციალური და ერთი ოფიციალური პასუხი არ დაგიბრუნებიათ ეს არ ვიცი ახლა თქვენ ეს საქციელი თქვენი რა თქვენ იმაში მორალში ჩაიხედეთ მაგრამ მინდა რომ გითხრათ ჩემო კარგებო იმის ნაცვლად რომ საკრებულოში სადღაც ტოლიან სოფელში გაიტანონ ჰექტარი და 20 მიასერზე თუ ჰექტარ და ნახევარზე ვიღაც არაბის მიერ შესყიდული მისაზე მისე თუ არა ნებართვა რომ იქ ააშენოს დასახლება ანუ კოტეჯები იაგო ჭოჭელაურზე თქვენ კაი ხალხო რა გაგიხდა და სხვა თიანელებზე ერთი განცხადებები შეაგროვა და გამართოს ხდომა და დაუნკიცო თავის სახლიდან აქვს 100 მეტრაში ეს რა ქვია თავის ნაკვეთი და აშენების უფლებას არ აძლევს და ისა ტოლიან სოფელში გინდათ რომ გაუპრავოთ ვიღაც არაბს კოტეჯების მშენებლობა კაცო სადა სამართალი არა გაქვთ ხალხო მithვარ ცოტა უნდა გავიღვიძოთ ხალხო გაიგეთ ყველა ეს მოსწულები ვინც არის რაი მე არ მინდა რა თქმა უნდა უხეშად და ესე ცოტა გადავიდე უფლებებს და მოსილებებს მაგრამ მინდა რომ თქვენ მოგიწოდეთ როგორც თიანელები მერიაში საკრებულოში ჩვენი შვილები ვარ და ერთად დაზრდილები ვარ და ერთად უნდა დავდგეთ თქვენც კარგად ხედავთ თქვენიდან მესმოდა მე ის სიტყვები რომ რა ვქნა თავზევი ძალა არ არის თავზევი ძალა თუ არ არის ჩემო კარგებო გადადეკით გვერდზე და ახალგაზრდები ყავს აი აქ არიან დღეს 5 კაცია ხვალე 20 იქნება დამერწმუნეთ რომ მართლა ესე იქნება ჩვენ ავართ ქართველები და ამ საქართველოს გულისთვის ბრძოლაში გიწევთ სულ ყველას გაგიმარჯვეთ ყველას დიდი მადლობა ძვირფასო თიანეთელებო დანო და ძმანო დღეს ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება ჩამოვედით თქვენთან იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო რაც ჩვენს ქვეყანაშია და უშუალოდ რომ გაგაცნოთ და დაგელაპარაკოთ თუმცა დღეს ყველა ინფორმირებულია მაგრამ მაინც გვინდოდა რომ ჩამოვსულიყავით და ჩაგხუტებოდით საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა უმძიმესი ჟამი მაგრამ აი დღეს დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა დღევანდელი ჩვენი ყოფა ჟამი ეს არის მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე და უმძიმესი დღეს ჩვენი ქვეყნის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვართ ქართველები 92 წლიდან მას შემდეგ რაც დამხობილი იქნა საერთაშორისო იმპერიალისტების მიერ გარედან შეთქმულებით ეროვნული ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მას შემდეგ ქვეყანას მართავს ანტიქართული ანტისახელმწიფო გამყიდველი რეჟიმი 34 წელია მურვაყრუების ზია საქართველოს მთავრობაში ეს ჩვენ დასა გამოვფინეთ ეს არის ვაშინგტონი და კიდევ ბევრი გვაქვს ეს სულ საჯარო რეესთან ამოწერილებია მაგრამ რეალური მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე კვლევა ჩაატარეს უკვე სამეცნიერო წრეებში და აგერ ივანე ჩოლოყაშვილის ის იყო გამოსვლა მეცნიერებათა აკადემიაში და 1,140,000 ქართველი რა ქვეყანაში დარჩენილი ესე იგი აბსოლუტურად თბილისის გარშემო გაყიდულია მთლიანად უშუალოდ ვიმყოფებოდით დაბახმელა ოჯორის ხეობა მაღლა მთლიანად სულ მთლიანად ესე იგი ისე სწრაფად გაუკეთეს ესე იგი ინფრასტრუქტურა გაყვანილია მაღალი ძაბვის კაბელები ესე იგი ელექტროენერგია მიუყვეს ყველაფერი აბსოლუტურად მთლიანად გაყიდულია არაბებზე კომისი იქით საერთოდ წახვალთ რა ვიცი წავკისი ბაზალეთი გაყიდულია მთლიანად ისის გარშემო რომ მოყვებით კახეთში ხო იცით კიდევ რა ხდება და რომ მოყვებით ქართლიდან ქარელიდან რომ მოყვებით კასპი რა ეხდება ხედავთ ადევნე თვალს ოროვანი წეროვანი საგურამო საუკეთესო ადგილები თლიანად იქნება საქართველოს ტერიტორიების 70% გაყიდულია მეგობრებო თქვენ ხედავთ აი რამდენად ანტიქართული რეჟიმი ესე იგი ყველაფერს ანგრევენ ყველაფერი მოსპეს ეხლა განათლებას ურტყავენ თქვენ ალბათ ყველა მოისმინეთ როდესაც დაიბეჭდა ასავალ-დასავალში
დიტო ჩუბიძეს ქონდა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესა, რომელმაც პირდაპირ ხელი დაადო პრემიერ-მინისტრს, რომ ნახე დოკუმენტი, რომ ხელსაწეს კობახიძე და ხელსაწეს ალიევი, რომ გადასცა დავით გარეჯი. ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს. ეხლა იმის ისინი გამოდიან იქ რაღაცა ტელევიზიები რო აქვს და დემაგოგობენ და ისევ ხალხს ატყუებენ. 2 კვირა გავიდა, არავის ხმა არ ამოუღია, ყველა დუმს. თუ კი ამ ხელა ღალატს გაბრალებენ, ბატონო კობახიძე, რატომ ხარ ჩუმად? რატომ ხარ ჩუმად თუ მართალი ხარ? აი ყველაფერი მოგონილიაო. თუ მოგონილიაო, უჩივლე შენ ხელშია პროკურატურა, შენ ხელშია სასამართლო, ჯიბეში გაქვს ყველაფერი, ხო? რატო არ უჩივით მაშინ? ან ჩვენ ქართულ ხალხს რატომ დაგვსინიხავთ? გვაჩვენეთ საბუთი, გვაჩვენეთ დოკუმენტი. გვეკუთვნის თუ არა ქართულ ხალხს დავით გარეჯი კიდევ? იმდენად გაუნათლებელი ხალხია ხელისუფლებაში. თუნდაც საკანონმდებლო ორგანოში, ესე იგი, არ ვიცი, ყოველდღე ზღვას გადადიან, მეგობრებო, სულში ჩაგვაფურთხეს დიდგვერობას. ჩავიდა ეს ფეხბურთელი და მუხლი მოიყარა ათათურქის საფლავზე. ზუსტად დიდგვერობას. ეხლა თქვენ კარგად იცით, შაჰ-აბასი როგორ აწიოკებდა მე-17 საუკუნის დასაწყისში. მთელი კახეთში სისხლის კალოები რომ დააყენა. და ეხლა ირანის საელჩომ 500 მოსაწვევი გაუგზავნა ზუსტად მაგ დღეს და აზე იმეს ეს გამყიდველი ხელისუფლება, ესე თითქოს იქ ზარზე იმით შესულა ეს საწყალიშვილი წინაპრები, როდესაც გადაასახლეს და თქვენ წაასხეს ფარასავით. ამაზე დიდი ღალატი, ამაზე დიდი არ ვიცი, აი მოკ რაღა უნდა იყოს ხალხო, გავიღვიძოთ, ჩვენ რატომ შექმნით ეს ქართველთა დიდი გაერთიანება? ჩვენ იმიტომ შევქმნით ეს, რომ არც ერთი პარტია, ყველა გამყიდველია, ყველა არის ხელისუფლების და რეჟიმის სამსახურში. ვერავინ ვეღარ უშველის ამ ქვეყანას. თქვენ ხედავთ როგორ დაარტყეს მართლმადიდებლობასაც. ფაქტიურად განულებულია საპატრიარქო აღარ არის. ხედავთ გარეჯი გაგვიყიდეს. ყველაფერს გვიყიდია, დაგვსინიან, საქართველოს მთელი მიწების 70% გაკიდულია. ერთი განცხადება გაგიგონიათ? მოუწევიათ წმინდა სინოდის ხმა, ვერ ახერხებენ. ვერ ახერხებენ, აღარ არსებობს. გადაკეტილია იქ შორენა თეთრუაშვილს და ჯაღმაიძეს და ლოთი კრიმინალი იაკობს. ქორეპისკოპოსად რო იწოდება, თუ რა ვიცი, წმინდა სინოდის წევრი. და წმინდა სინოდში კიდევ კანონიერი ქურდი არის. კანონიერი ქურდი უნდა იყოს წმინდა სინოდში? აი ამ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ მეგობრებო, ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენ ეხლა ქართველებმა აი ეს ამ ეპოქაში, ამ უმძიმეს დღეში, როდესაც მთლიანად უკვე ელექტრონულად ყიდიან მთელ საქართველოს, ესეც გაუკეთეს არაბებს და ხვალ რომ გაიგვიძებთ შესაძლოა აი ეს ადგილი თქვენ აღარ გეკუთვნოდეთ და არაბს ეკუთვნოდეს. ვერ გაიგებთ ისე. ეგრე იყიდება მთელი საძოვრები, ყველაფერი. 500-მდე სოფელი აღარ არსებობს, საერთოდ მკვდარი ერთი ადამიანიც აღარ არის საქართველოში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, ვინც მართლაც ღირსეული ქართველები ვართ, ვისაც არ გვეთმობა ჩვენი სამშობლო და გაკიდულები არა ვართ, ერთმუშტად უნდა შევიკრათ, ვაწარმოებთ ჩვენ აღრიცხვას, რეგისტრაციას და ერთი დიდი ძალა წელსვე უნდა დავამთავროთ. აი ეს გამყიდველი რეჟიმი, ეს მურვაყურები, სხვა დრო ჩვენ აღარ, მეტი დრო ჩვენ აღარ აქვს. მეც ვეღარ აიტანს ეს ქვეყანა. მერტი იყო ჩვენი მფარველი, ეხლა სიტყვას გადავცემ ექსპერტს, პროფესორს, ანალიტიკოს, ბატონ დემუხ გიორხელიძეს. ემიგრანტებს დაბრუნდენოთ, ყვილა და შრომობენ, ყველაფერს წაართმევენ იმ ემიგრანტებში. მოგესალმებით. დიდი ძალაა ემიგრანტები. მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ თიანეთში ვარ და მოხარული ვარ, რომ ხედავთ აქ. ჩვენ არა ვართ პარტია, ჩვენ აქ არ ჩამოვსულ ვართ პროპაგანდისტვის, არ ჩამოვსულ ვართ ხმების მოსაკრებლად. ჩვენ ჩამოვედით ჩვენნაირი ქართველების გვერდით დასადგომად. მე
დგავართ თქვენს გვერდით, თქვენ დგახართ ჩემს გვერდით, ჩვენს გვერდით და ჩვენ ყველანი ერთად ამ ქვეყნის გვერდით უნდა ვიყოთ, რადგან ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია. ქართველების ყოფნა არ ყოფნის საკითხია ამ ქვეყანაში. ჩვენ მიტინგი არ აგვაქვს, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბრებით, რა კი არ აგვაქვს ჯერ ისეთი პირობები, რომ სადღაც გქონდეს ოფისები, დიდი სათავსოები, დავჯდეთ იქ ვისაუბროთ, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ აქ სხვა არაფერი. ჩვენ ჩამოვედით და ყველგან ჩავალთ და დაწყებული გვაქვს ეს ჩასულები საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა სოფელში, სადაც კი სურვილი იქნება. ჩვენ არავის ვახვევთ თავზე, იმიტომ რომ შენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ პერიოდში ვინმეს მოთხოვ არიქა მოდი და დადექი ამ ქვეყნის გვერდით, ჩვენ არა გაქვს ამის უფლება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს საშიში საქმე, ეს არ არის უხიფათო საქმე. აქ მხოლოდ ის ადამიანი მოვა, ვისაც აი თიელკაც რა გესწავლებათ, მითხარით, სისხლში და ხორცი თითოეულ უჯრაშია გამჯდარი საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყნის სიყვარული, წინაპრის სიყვარული, ოჯახის სიყვარული, სარწმუნოების სიყვარული, ხო? ამას ყველაფერს დღესაფრთხე აქვს. ჩვენ თუ ამ პროცესს მიუშვებთ ისე, როგორც მიდის, 5 მაქსიმუმ 7 წლის შემდეგ ქართველები ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფი იქნება საქართველოში, ეროვნულ უმცირესობაში მყოფი, რომლებიც ვერანაირ გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე ვერ მოახდენენ. პარალელურად დაწყებულია ის, რაც გაუგონარია ხელისუფლების გამოისობით, ხელისუფლებების გამოისობით, მოდი ასე ვთქვათ, იყიდება ქართული მიწა, შემოყავთ 100,000-ობით არაბი, მუსულმანი, სხვა ქვეყნები, ინდუსები და ასე შემდეგ, მათ აქცია აქვთ ხელი მოწერილი მიგრანტთა აქცე და როგორც კი საბაჟო კონტროლს გაივლის მიგრანტი, რომელიც წინასწარ ცნობილია, კვოტებით შემოდის, არ შემოდის დაღლეტილ გასაბერნავზე ზღვით შეპარული ევროპაში როგორც ხდება, გინახავთ ყველას კადრები, აქ შემოდის სხვა ტიპის ხალხი, რომლებიც სახლებს ყიდულობენ, მანქანებს ყიდულობენ, ფილმებს ხსნიან, მათ დოკუმენტებს ახვედრებს საქართველოს ხელისუფლება და ისინი იწყებენ საკუთარ სახლებში ცხოვრებას, საკუთარ ქვეყანას ეპატრონებიან, ძალიან გულიანმა ქართველმა გუშინ დამირეკა სპეციალურად ტაქსზე მუშაობს. ძალიან კარგი პიროვნება, მაგრამ კი იცით თქვენ სამსახურების მხრივ რა მდგომარეობა. თურქი მიჯდება მანქანაში, მეუბნება თურქული როგორ არიცი, რა არიცი, რომ დაიცოდე უკვე თურქული. არაბია და უკვე არაბს საკუთრად მიაჩნია ეს ქვეყანა, იმიტომ ყიდულობს ამას. არაბთან ჩვენ არაფერი საპირისპირო არ აგვაქვს, არაბეთს ვეპატივცემ არაბეთში, მაგრამ ისინი მოდიან ოფიციალურად იხდიან ფულს და ყიდულობენ ამ ქვეყნის ყველაზე დიდ სიმდიდრეს. ხალხი ხელისუფლებებში და იმ მომსახურე ჯგუფებში იყიდეს უკვე სერიოზულად. ეხლა დარჩა ეს ხალხი და კი ამ ხალხის ყიდვა შეუძლებელია, ძალიან კარგად იციან, ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ აქ გაუსადლისი იყოს საცხოვრებლად. ნახეთ, როგორც კი ჩამოვედით ქალბატონება რა მითხრეს, ოჯახის წევრებს ვეღარ ვაკავებთ უკვე, რომ წასვლაუდათ, იმიტომ რომ ამ საოცარ მხარეში, ამ მართლაც და აი ზღაპარში, იმიტომ რომ დედამიწაზე ასეთი ადგილები ზღაპარია, იმის ნაცვლად რომ ყველა ოჯახი წელში გამართული იყოს, დასაქმებული იყოს, არა და ეს ძალიან კარგად შეიძლება გაკეთდეს. ყველაფერი მოფიქრებულია, დაწერილია, უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არის და თქვენ ნახეთ თავად გამოვიდა და რა თქვა, აქაურ ადამიანს იქვე თავის მამა-პაპის მიწას არ უმტკიცებენ და არაბებისთვის აი დავით მათ ახსენა აქ რომ საქართველოს ბიუჯეტის ფულით გზები გაუყვანეს, ინფრასტრუქტურა მიუყვანეს, ეხლა აშენებინებენ ყველაფერს.
28%-ია ქართველი ქალი საქართველოს მოქალაქე ქალებში ფეხმძიმე. საქართველოს მოქალაქეებს ვამბობ. სომეხი, აზერბაიჯანი, ჩვენი მოქალაქე, ჩვენია ყველანი, ჩვენ ამას ცუდ კონტექსტში არ ვამბობთ, მე უბრალოდ ეთნიკურ ბალანსზე გეუბნები. ეხლა ამ ცოტა ხნის უკან მე დავსვი ასეთი საკითხი. კი მაგრამ ეს 100,000-ობით მუსულმანი რო შემოიყვანე, არაბი. შემოდიან მათი გამრავლების ტემპი ცნობილია. 5 წლის მერე რამდენი ახალი ბავშვი გაჩნდება, რომელიც უკვე საქართველოს მოქალაქე იქნება, აქ დაბადებული ადამიანი. შენ იკლებ ოფიციალური სტატისტიკით მეტი ხალხი ხდება ქართველი, ვიდრე იბადება. ეხლა მითხარით, ჩვენ არა ვართ ჩინეთი. ჩინეთია შეშფოთებული, რომ დემოგრაფიაში გაუჭირდა და აღარ მრავლდებიან, ისე როგორც მრავლდებოდნენ. 1,300,000,000-იან ხალხს გაუჭირდა დემოგრაფიულად და განგაში აქვს დატეხილი და მილიონ ბატონ ჩოლოყაშვილს მე აბსოლუტურად ვენდობ, იმიტომ რომ წესიერი ადამიანია და ამ საქმის ცოდნა მე 1,430,000 დავასახელე, როგორც მითხრეს, კონფიდენციალურად მითხრეს, იმიტომ თვითონ ვერ ამბობდნენ და მე არ გავჩერდი. უფრონა 1,430,000 კი არა, 1,200,000 რაღაცა არის ადამიანი დარჩენილი. აღარ არის, არა, 1,100,000 რაღაც. მილიონს გადასი. ეხლა მე თქვენ გეკითხები, რა გვინდა ჩვენ? თუ ხმები არ გვინდა, პარტია არ გვინდა, ისე ჩვენ გვინდა ყველა საღი ქართველის გაერთიანება, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა ძალა ქვეყანაში, რომელიც შეიძლება ამ პროცესს შეაჩერებდეს. ჩვენ ვართ ერთი, ჩვენ არა ვართ თქვენი უფროსები, აქ არ ჩამოვსულათ. ჩვენ ვართ თქვენ გვერდით, თქვენ ხართ ჩვენ გვერდით და ორივენი დგავართ ამ ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად. ასე თუ ისე კარგად ვიცი, ისტორია შახაბასის დროს არ ქონია საქართველოს იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე დღეს არის. რატომ? იქ ქართველი იბრძოდა და ელიტარული სპარსული არმიის ნახევარი საქართველოში განადგურდა. ჩვენ თუ არ აღვადგენთ იმ ჩვენს სულს, როცა ამ ქვეყანას საფრთხეს უქმნიან, რაც ნიშნავს ამ ქვეყნისათვის საფრთხე შექმნა, ესე იგი დროში საფრთხე ექნება ჩვენ ოჯახებს. დროში საფრთხე ექნება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. ეხლა მითხარით, ჩვენ ადამიანები უფროსი საშუალო თაობა, რომლებიც აქ არიან, მიხარია რომ ახალგაზრდებს ხედავ. კი მაგრამ ჩვენ თუ არ უშველით, ჩვენს შემდეგ აღარაფერი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყნის დაცვას არ გესწავლება თქვენ 7 მილიონი მაგარი ქართველი კაცი და ადამიანი შეეწირა. ეხლა ის დროა, როდესაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყანას არ დაუთმობთ. არც ბიძინა ივანიშვილს დაუთმობთ, არც ამ ხელისუფლებას დაუთმობთ, არც ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც ხელს მოკიდებს და ამ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ ხელი მოკიდა საქართველოს. ისინი ყიდიან იმას, რომლის უფლებაც მათ არ აქვთ. ისინი ცვლიან დემოგრაფიულ ბალანსს, რომლის უფლებაც მათ არ აქვთ. ეხლა ჩვენ მოვედით დასათაფთვირებლად. ჩვენ გავართ ერთად და ჩვენ თავი გადადებული გვაქვს, ამას ჩვეულებრივად ვამბობ, იმიტომ რომ ღმერთის წინაშე თუ არა ხარ მართალი, შენი ქვეყნის წინაშე, თუ შენ არ გამოძრავებ სუფთა საქმე, წმინდა საქმე და შენ პოლიტიკური მოსაზრებებით გინდა რაღაც კაი ბიჭა დაჩვენო ვინმეს თავი, ღმერთმა დაგვიფაროს აქედან. ქვეყანა არის უსაშველოდ გასაჭირში. 5-7 წლის მერე ჩვენ ყველა ერთად რო დავდგეთ, აღარაფერი არ ეშველება. იმიტომ რომ მცირე რაოდენობით ადამიანებს არ შეიძლება ამ შეძლებული ხალხის ნახეთ როგორი ბიჭები შემოყავთ, თქვენ როგორიათ შემთხვევით შემოყავთ ასეთი შეძლებული, ყველა ბინებს ყიდულობს, ყველას მანქანები ყავს, ყველა დასაქმებულია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანია, რომ თქვენ გაგამაგროთ, თქვენგან ჩვენ გავმაგრდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ავართ
დიახ, თქვენნაირი ხალხზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი. ადამიანები, რომლებიც მე მესმის, აბსოლუტურად სწორად თქვათ, ამას ვიღაც ჯერ ვერ მოდის, იმიტომ რომ ამ მარწუხებში მოქცეული ოჯახისთვის სხვა ამ წუთში არ აქვს ხელფასი უფრთხილდება, მაგრამ ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ დიდი უმრავლესობა სახი ქართველებისა, რომლებიც დღეს აქ არიან, ყოველთვის თავისი ქვეყნის გვერდით იქნებიან. ჩვენ მათი იმედი გვაქვს და ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამ ქვეყანას არ უღალატებენ. მე მესმის ყველას კარგად მესმის, მაინდა-მაინც გააკეთებთ ამ ეტაპზე ისეც, მაგრამ როცა გარდაუვალი იქნება თქვენი გვერდით დგომა, თქვენ აუცილებლად ამ ქვეყანას დაუდგებით გვერდით. აი ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს. ჩვენ თიანეთიდან წავალთ ძალიან გამაგრებული, იმიტომ მე ვხედავ ძალიან ხურნიერ კაცებს, ძალიან სერიოზულ ხალბატონებს, რომლებიც შეწწუნებული არიან იმითი, რაც ხდება. ამიტომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ამ ქვეყნის გვერდით და ჩვენ მთელ ქვეყანას პირობას გადლევთ. ჩვენ მთელ ქვეყანას შევკრიბავთ საღი თავდადებული ადამიანების გაერთიანებით არა რაიმე პოლიტიკურ, არამედ ამ ქვეყნის დასაცავად, ამ ქვეყნის შესანარჩუნებლად, ამ საოცარი კულტურის განვითარებისთვის, ამ საოცარი ხალხის განვითარებისთვის, რომელიც 35 წელი უკვე შეურაცხმეს, ხო სწორი? რა აღარიბეს, ქვეყნიდან გადენეს, იმიტომ რომ აქ არ უქმნიან. არაძლევენ საშუალებას. მითხარით, ეხლა რა მზაკვარი უნდა იყოს ადამიანი, ვინც დაავალა თიანეთის გამგეობას, რომ არ გაუფორმო ამათ მიწები. მამა პაპის მიწა არ გაუფორმო, სამაგიეროდ ეგერ ირანი ვიღაც არ აქვს. სახლები და კოტეჯები უნდა ააშენებინო. რა ქვია ამას? ამას ქვია ჩვენი შეურაცხყოფა, ამას ქვია ჩვენი ღირსების ხელყოფა. თუ ჩვენ დავთანხმდებით და ვიქნებით მორჩილი, მაშინ ჩვენ მალე ადგილს ამ ქვეყანაში არ დაგვიტოვებენ. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ რომ აქ ხართ, დიდი მადლობა რომ ჩვენ ამ წმინდა საქმეს ერთად ვემსახურებით და ღმერთის წყალობით და ღმერთის შეწევნით ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში. მაგრად იყავით, შევთვალეთ, რომ ნებისმიერ დროს თქვენ გვერდით ავართ. ეხლა სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების კიდევ ერთ დაფუძნებელს, პუბლიცისტ პროფესორს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ გიგლა გოვეჩიას. მოგესალმებით ჩემოთიანელებო. ცოტა შიშითაც მოვდიოდი დღეს თქვენკენ. ის რაოდენობა, რაც აქ ხართ, ვიღაცისთვის შეიძლება, მავანისთვის შეიძლება იყოს მცირე რაოდენობა. ჩემთვის და ჩემ მეგობრებისთვის ეს არ არის მცირე, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მცირე შეკრებებით გვინახავს და მოსული ხალხი. უფრო ნაკლები ახალგაზრდობა გვინახავს და მე დღეს მიხარია რომ აქ თიანელ ახალგაზრდებს ვხედავ. მე ამაყი დავჭი ეგერ მეგობარი არც სახელი მიკითხავს მისთვის არც გვარი თიანელი კაცი, მშრომელი კაცი, ხარაჩოებიდან ჩამოვიდა სამუშაო ფორმაში და აქ დადგა თავისი ძვირფასი დრო მიატოვა და მოვიდა. აგერ ქალბატონს გავისაუბრე, რომელიც მიგრაციიდან ჩამოვიდა, ის თვითონ გეტყვის თავის სიტყვას. ვერ გაძლო, იმიტომ რომ იცოდა დაახლოებით რა სიტუაცია დახვდება აქ და დახვდებოდა უფრო მოგვიანებით რომ ჩამოსულიყო. აგერ სვანი კაცი დადის, მახვში კაცი, რომელიც არც ერთ ჩვენს ღონისძიებას არ ტოვებს და ყველგან მოდის და გვაფხიზლებს. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მხოლოდ შეგიძახოთ. თქვენ ვინ გაკადრებთ იმას, რომ მთელი ხალხი ჩაძინებულია და ვერ ხედავს იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში რა ხდება? ჩვენზე უკეთ მოგეხსენება და ესე ფუკასავით გვაწაფნიან ქვეყანას, ნელ-ნელა თანდათან ეგრეთ წოდებულ ვიწრო კუნძულებს, ანკლავებს აჩენენ საქართველოს ტერიტორიაზე, ცოცხალ ორგანიზმზე, იქნება ეს არაბული დასახლება, ჩინური დასახლება,
თურქული, რუსული, უკრაინული არა აქვს მნიშვნელობა უცხოთომელების. პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და ეს სამივე ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველები როგორმე თავისივე ნებით აიყარონ და წავიდნენ ქვეყნიდან. რისთვის? იმ გაუსაძლის პირობებში, რაც მათ შეუქმნეს ადგილობრივებს ქართველ ძირძველ მოსახლეობას, ისინი თავისივე ნებით წავიდნენ მიგრაციაში და მე მიგრაცია მიგრაციაში როგორი პირობები ექნებათ, მე მგონი ძალიან ბევრმა იცის და მით უმეტეს მთიანეთში მე აქ 1990-იან წლებიდან მოყოლებული სისტემატურად ყოველ ზაფხულს ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი, ბავშვები ჩამოვყავდა, მიყვარს ეს რაიონი, მიყვარს მთიანელები. ეს სიყვარული ჩემში თავის დროზე აღზრა დიდმა მირზა გელოვანმა და ნუ რა ვიცი, ესეთი ამაყი და სიყვარულის მატარებელი ადამიანები. თქვენ არანაირ გამოფხიზლება არ გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ სწორი სამიზნე და შესაძლოა ეს იყოს ქართველთა დიდი გაერთიანება. სადაც უნდა მიიდრიგოთ თავი, სადაც უნდა მიხვიდეთ, სადაც უნდა დადგეთ და ნახოთ, თვალებში ჩახედოთ იმ ხალხს. ესენიც ხო არ არიან მორიგი მატყუარები. სამი ხელისუფლება, მესამე დიდ ხელისუფლებას გამოუცვლით ალბათ, ხო? ერის და ბერის ნებით, როცა დადგება ამისი დრო და აქამდეც უნდა დამდგარიყო, მაგრამ არ დადგა სამწუხაროდ, ჩვენ მოუყრუეთ ყველას, ჩვენ ყველაფრის უფლება მივეცით ხელისუფლებას. პარლამენტი გადატენილია მილიონერებით, ერთი საქმე არ გაუკეთებიათ. ყველაფერი სათუაა, საიდან იშოვეს, საიდან დააგროვეს, როგორც აბატი და მეწვალ ძროხას ისე არიან სახელმწიფოს ბიუჯეტს თქვენ და ჩვენს შენატანებს მიმჯდარი და წოვენ აგერ 35 წლის მანძილზე. ყველაზე პატრიოტი ხელისუფალი კი ვინც ყავდა ამ ქვეყანას, ის როგორ ვირავითარებაში და როგორ მოკლეს იცით ყველა. მე მთელი 35 წელია ვიძიებ 94 წლის რა ქვია მარტი აპრილიდან ამ ბატონის ზედგამსახურდია სკოლების საქმეს და აი პროცესს გამოქვეყნდება სრულად ჩემს წიგნში იქ თქვენ ჩვენც და ყველა ერთად ვისაც ეს პერიოდი გამოგვიულია დავინანებთ რომ ესეთი სიწმინდე ესეთი პატრიოტი ზეპატრიოტი ამ ქვეყნის ესე ზვარაკად ჩაუგდეთ ხელში მარამზადა შევარდნაძეს მის სატანა ხელისუფლებას შემდგომ სატანა ხელისუფლებას და დღევანდელსაც იმიტომ რომ ესენი ქვეყანაში დარჩენის და მშვიდად ყოფნის და განვითარების საშუალებას არ გიტოვებენ ეს არის აქ ყველაფერი თუ ვინმე ხართ პედაგოგი აქ და გვესწრებით შემთხვევით რომელიმე სოფლიდან თქვით რამდენია თქვენი ხელფასი თქვას ნებისმიერმა რიგითმა მუშაკმა სკოლამდელი დაწესებულება იქნება ბიბლიოთეკა იქნება თუ რაღაცა და რამდენია რა აგერ კულტურის სახლის წინ დგავართ ეხლა თიანეთის კულტურის სახლის წინ და უთხრათ საზოგადოებას და რამდენი აქვს პარლამენტარებს რამდენი აქვს პენსიონერებს, რამდენი აქვს პარლამენტარებს. მსგავსი ზღვარი არსად არ არის. მსგავსი სიხარბე სოფლიოში ქვეყანას ვერ მოძებნით, სადაც ამხელა დეფინიცია, ამხელა პროცენტული განსხვავება. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ დაქცინია. მეტი არაფერი. სწორად თქვა ბატონმა დემურმა, ჩვენ აქ დასათათბირებლად მოვედით, სალაპარაკოდ მოვედით. გული უნდა გადაუშალოთ ერთმანეთს და თქვა რა გოშელება გვინდა ასე? აგერ უყურები, პატარა ყავთ მოყვანილი, ეგ რა შეუნებით იმას? რა შეუნებით იმ პატარა გოგონას 2-3 წელიწო და აგერ დაბუნჯულოს და დატის ეგერ რომ მოყავს დედოს რა შეუნებით იმას 20-30 წლის მერე ჩვენ არც გვაქვს მეტი დარჩენილი ალბათ რა შეუნებით ქონდა ეს ქვეყანა ღვთისგან ნაკურთხი დალოცვილი ფანტასტიკური სიტუაციით ფანტასტიკური შესაძლებლობებით და ვერა ხო ამასინათ ჩემს გადაცემაში ქართულთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან თქვენთვის აქვე მინდა ვთქვა რომ ყველა პატრიოტისთვის, ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ყველა რიგითი მუშაკისთვის, ყველა ოჯახის დიასახლისისთვის, ყველა ოჯახის მამასახლისისთვის, ვისაც ტკივა ეს სიტუაცია, ჩათვალეთ რომ თქვენთვის ეს კარები ღია, ეს აუდიტორია ღია. ჩვენ უნდა უთხრათ ქართულ ხალხს სიმართლე. და სიმართლე არის ერთი, ქვეყანას ყიდიან. ისე რომ არც გეკითხებიან არაფერს. მე უყურებდი გუშინ დებატებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ რო გამართა წინა დებატები, სხვა რაღაცა არ თვლიან საჭირო, რომ ხალხს დაელაპარაკონ. ესე იგი 850 ჰექტარი მიწა ისე გაასხვისეს და ისეთ აფერისტ ფირმაზე, ხმამაღლა ვამბობ ამას, მთელი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე ამაზე, იქ ხილსი რო არის. საშინელება ხდება. სერბეთი როგორ მოატყუეს? ალბანეთში 3000 კაცი უჩივის.
ინდოეთში 2100 კაცი ჰაერში ყიდიან ყველაფერს და ვითომ თავიანთი ავტორიტეტით ჩადეს, ვითომ ავტორიტეტული კომპანია იქ რაღაცა რო ააშენეს იმაში სათამჯენები. ამ დროს ხედავთ ალბათ სოციალური ქსელების სავსეა უკვე ჩამოსული არაბი მაბადიეთ ეს ჟარგონი და განაბი ბიჭებით დარბიან ჯიპებით ტყეებში, ქართულ ტყეებში იმაში მარიაჟობენ იარაღით აშინებენ ხალხს, რაღაცა იმაზე არიან და შემდეგ გაგახსენებთ შორს ვარ წავიდეთ კახი კალაძის მიერ მოხდილ ბოდის არაბებისადმი და უცხოელებისადმი, როცა სტადიონიდან ქართველი ბავშვები, მოზარდები გამოყარეს იქიდან კინძის ყვრით. რა, ევროპაში არ ხდება ასე? არ ვიცით რა დღეშია დღეს ევროპა? არ დაიწყეს მიგრაციის, ასე ვთქვათ, გამკაცრებაზე საუბარი და მიგრანტების გაგრა. დღეს მათი გაგრა არც ისე ადვილი იქნება მათთვის. იმ დიდი ევროპისთვისაც კი და ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. ჩვენთვის შეიძლება სასიკვდილო პრობლემაც გაჩნდეს და გამოჩნდეს. მით უმეტეს, როცა ვიცით საქართველოს ისტორიიდან დღემდე, რა ქვია, თბილისს არაბები ეძახიან ჩრდილოეთ ხალიფატის, ასე ჩრდილოეთ ხალიფატს, მათ სახალიფოს ტერიტორიად მოიაზრებენ და ფაითაღარანს ეძახიან დღემდე. მათთვის ეს დავით აღმაშენებლის ეხა ისინი ხო ხვდებით როგორ ახსენებენ არა? დავითმა წაგვართა რომ ჩვენი იყო და რა დავით მეფეს არ ქონდა წინააღმდეგობა თბილისში რომ გაანთავისუფლა რამდენი სულ გაყიდული და მიყიდული იყო იქ ქართველთაგან. დღესაც იგივეა. თქვენ ხო ეჭვხარ გეპარებათ რომ ხვალ რო აქ სიტუაცია შეიცვალოს, ხვალ ზეგ სიტუაცია შეიცვალოს რამე ვინმე არ მიეყიდება, ქართველს აქვს სამწუხაროდ ეს უნარი და თვისება რომ ძალიან ისეთ მიმიკრია ხდება უცებ. და ყველას იყო, ყველა დროში გვაქვს ეს გამოსვლილი. ამიტომ ცოტა სიფხიზლეა საჭირო, ხო? აგერ გამოვიდა ჩვენი მეგობარი, თქვენივე რაიონელი, ვაშკაცი კაცი, ახალგაზრდა კაცი, გულშემოხრილი მოვიდა ქართულთა დიდ გაერთიანებაში, რა უქნათ აღარ ვიცი და გითხრათ მაგალითი, ხო? სოფელი ტოლები მითხრა, ხო? ხო არ მეშლება? აი, ვიღაცა ტოლან სოფელი. იქ ჰექტარი და ჰექტარზე მეტი, ხო? 100 ჰექტარ დაინაწილებენ. აი ესე აგიშენებენ როგორც სოფელ ჯუღანშია, სადაც მოვიტანეთ ჩვენს და გამოგიფინეთ აქ. ეს არაბების ნაკიდი ისინი და ასეთი ერთი 10000-მდე ფაილი ინახება და დოკუმენტი ინახება ჩვენთან. აი ესე ჰექტარი, 7000, 5000 კვადრატი, 17 ჰექტარი, 2017 ჰექტარი სოფელ ჯუღანში ჩაიგდეს ხელში რაღაცა მაქინაციით. ვიღაცა მოსამართლე ითქვა კიდეც ამას წინა ტელევიზიის სიუჟეტში, რომ ერთ დღეში გადაუფორმეს და მისცეს უფლება სასოფლო სამეურნეო კატეგორიის 17 ჰექტარი მიწა გადაუყვანეს ერთ დღეში ქართულმა ადმინისტრაციულმა სამსახურებმა და მისცეს არასასოფლო სტატუსი, იმ წუთასო შემოავლეს ფულის მეტი რა აქვს არაბებს და უცხოელებს. სულ გვიყიდიან, დედაბუდიანად გვიყიდიან, მთელი ქონებით, მთელი უძრავ-მოძრავით, მთელი ჩვენი წყალჭალებით, თებით, ზურებით და ყველაფრით. ჩვენ რატო ვყიდით ეს მიკვირს? ჩვენ რატო ვაძლევთ ამის უფლებას? და იმ სოფელში ეხლა რო უყურებთ თქვენ აგერ ჯუღანში, ხო? 17000 ჰექტარი მიწა შეიძინეს, ქართულმა მხარემ მიყიდა, გააშენეს სახლები, როგორი სახლებია ქეხედავთ აგერ და იქ დღეს კახეთის ადმინისტრაცია, სოფლის ადმინისტრაცია ცხვირს ვერ ყოფს, ჟურნალისტებზე საუბარი ზედმეტია. 2 მეტრიანი გალავანი აქვს შემოვლებული ყველაფერს და რას მაბადიეთ ჟარგონი და რას ჩალიჩობენ კაცმა არ იცის. და როგორ ფიქრობთ, რამდენიმე წელიწადში რამდენი გამოვა იქიდან? მერე მოგთხოვენ მეჩეთს, მერე მოგთხოვენ ბაღს, მერე მოგთხოვენ სკოლას, მერე მოგთხოვენ არაბული სწავლებას, თურქული სწავლებას, ჩინური სწავლებას და არ ვიცი მე რა ვთქვათ. და შორს ვარ წავიდეთ, გვაქვს ჩვენ ამისი მშვენიერი მაგალითი ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირების შესახებ. ერთი რიგითი სარას სასაფლაოთი, ნაყიდი სასაფლაოთი დაწყებული საქმე მივიდა, აგერ რა უზარმაზარ სახელმწიფომდე და ის მეორე ქრისტიანული ქვეყანა რა დღეშია დღეს ვხედავთ ყველა. და ამაზე დუმს სოფლიო, ასე რომ სოფლიოს და დემოკრატიის იმედი ნუ გექნება ჩემო ძვირფასება. ისევ საკუთარი ქართველების, საკუთარი ჯიშ-ჯილაგის და ჯიგარი, გულის და სულის მატარებელი ქართველი ადამიანების. ჩვენ უბრალოდ ჩამოვედით, შეგვდით, მზად ვართ კიდევ ჩამოვიდეთ, უბრალოდ დავფიქრდეთ და ვიყოთ შვილებთან და შვილიშვილების თაობასთან მართლები, თორე არც ბატონ დემურს, არც ბატონ დავითს, არც მე, არც ბატონ გიორგის, არავის სხვა ჩვენს მეგობრებს, ზაქარიას და სხვებს ჩვენ არც უმუშევრები ვართ, არც
ხელგამოწვდილები ვდგავართ, ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ უკვე ხელგამოწვდით და ხელგამოწვდით კი არ ვთხოვოთ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ შეშვან ქართული მიწების გაყიდვას და დამკვირდეს სამბოლოოდ. აი გუშინ წინ ტელეკომპანია ობიექტივში ვიყავით ქალბატონ ნინო რადიშვილთან სამივე ჩვენ ვიყავით და იქ ფანტასტიკური კარგი გაგებით სიურპრიზი მოგვიწყო ქალბატონო ნინომ. თუ ნახეთ რომელიმე ითქვა პირდაპირ გიორგი მთაწმიდელი სიტყვა 10 საუკუნის წინ ათქვამი სიტყვა რომ მოუარეთ მიწას არ გაყიდოთ ეს მიწა თუ არა შეჩვენებულები იქნებით და საბოლოო დაწყებულები ქრისტესგან და მერთისგან. დავიჯერო პასუხისმგებლობას არ გზნობს ეს ხელისუფლება ასეთი უღმერთოები როგორ არიან კაცო და ნახეთ ცენტრი დედაქალაქი ეკონომიკის სამინისტრო ყიდის ყველაფერს ისე რომ სოფელს რაიონს დაბას არავინ არაფერს არ ეკითხება აბსოლუტურად არ კითხულობენ არაფერს საძოვრების გარეშე დატოვეს სოფლები ჩვენი მეგობარი რომელიც დღეს ვერ ჩამოვიდა აქ ვაჟა ოთარაშვილი იცით მისი ბრძოლის შესახებ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში ის და მისი მეგობრები აღმოჩნდნენ ერთადერთი ის ადამიანები რა თქმა უნდა თანასოფლელების და გვერდითასოფლების და მაცხოვრებლების თანადგომით მათ შეუძლებელია სამართლებრივად ორ სასამართლოს ორ ინსტანციაში შეაჩერეს საქმე და დღეს ნახეთ რა პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იცავს არაბების უფლებას და ეწინააღმდეგება ვაჟა ოთარაშვილს და მის გუნდს რომ ქართული მიწა დაეთმოს და იქ მშენებლობის უფლება გაგრძელების უფლება მიეცათ არაბებს ამ დროს რა იყო სასოფლო სამეურნეო მიწა იყო კასპის ბიუჯეტიდან ისე რომ არაფერი არ კითხეს არავის ზემოდან წამოვიდა დადგენილება ბრძანებულება და კასპის ბიუჯეტიდან სამთავისთან ახლოს 800-900 მეტრის ბეტონის ასფალტის არ აკადრეს ბატონო თქვენ აგერ ასფალტზე დადიხართ და ნებისმიერი თიანეთი ყინულიანია მაინც და ცივი მხარეა რომ მოყინავს ნებისმიერ ზამთარში ღრმულები ჩდება და რაღაცები ხო არა ბეტონის ასფალტი რომ ის არც კი გაუფუჭდეთ და ეს ფეხი არ დაუსველდეთ არაბებს იქ მისასვლელად აგერ არის ის სურათები აგერ არის ის მდგომარეობა და აგერ არის ყველაფერი მოტანილი სურათები და შეგიძლიათ მე დაათვალიერო და ნახოთ და დღეს ვაჟა ოთარაშვილი და მის აწმოს უწევს ბრძოლა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დუელის მოგება რომ შეეშვან და გაუჩერონ ეს მშენებლობა და ზოგიერთ პარლამენტარს მილიონერი როგვიზის იქ არც კი დაესიზმრება ისეთი ვილები აქვს ვითომ ვიღაცა რიგით არაბებს აშენებული. ეხლა რა მოხდება იქით ნახავთ. დუმს ერი, დუმს ბერი, მაგრამ ხალხმა უნდა გამოიგრძოს აუცილებლად. დიდი ილია გუწბაფხილებდა თავის დროზე ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ეს ყველაფერი. რა ვიცი, რა გითხრათ ჩემო კარგებო, გული ხელი დაგვაქვს ყველას რო იტყვიან რა. გამოვხიზლდებით დავდგებით ერთად და მოსათხოვს მოვითხოვთ მივახცევ და გავითან ჩვენსთან იმიტომ ერზე გამარჯვებულის ხელისუფლება დედამიწას არ ახსოვს არსად და არასდროს ასე რომ ვიფხიზლოთ ჩავჭედოთ ხელი ერთმანეთს ვიყოთ ერთად და მოვითხოვოთ მოსათხოვი რომ ქართული მიწაწყალი არის ხელშეუხებელი ქართული განათლება და საერთოდ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს სუვერენიტეტული ან თავისუფალი დამოუკიდებელი კი მესმის დიდი ქართეხელებია ყველაფერი მაგრამ დავიღალეთ უკვე 35 წელია ხან ვაშინგტონი გვინიშნავს ხელისუფლებას ხან მოსკოვი ხან ბრიუსელი და ვხედავთ ყველას და ეხლა პეკინი ჩაერთვება ცოტა ხანში და ვართ აი ესეთ დღეში რა ვიცი ამოხსნეთ ჩემო კარგებო და ვიყოთ ერთად მადლობა ვიდრე თქვენს მკვიდრს გადავცემდე სიტყვას რამოდენიმე ის მინდა აღნიშნო გამომრჩა თქვენ ალბათ იცით უკვე რომ კინორუსთაველი გაგვიყიდეს და იგზის იგლჰილსი ის არაბული კომპანია ეხლა განათლების სამინისტროს რომ დაარტყეს უკვე და იმას უნივერსიტეტების შეერთება გადაწყვიტეს ვითომ უკან დაიხია მთავრობა მაგრამ ისე გააკეთეს ტექნიკურად რომ უკან დახევა კი არა ისევ იმას აკეთებენ რაც გულში ედოთ ანუ 14000 სტუდენტით შემცირდება ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩება მხოლოდ 8000 ეს იმას ნიშნავს რომ ხელში ჩაუვარდებათ მეორე და მეექვსე კორპუსი რომ იქვეოზით იგლჰილსი და გადასცენ გაყიდონ არაბულ კომპანიებზე არაბების ხელში ჩავარდება მთელი სამინისტროები დაგეგმილია სამინისტრო შენობები ცენტრებში გაიყიდოს
თვითონ კუკიაზე გადადიან და რაღაცა მე მგონი მოუწევთ მართლა ამათ კუკიაზე წასვლა და როიცოდეთ ასევე ჩაფიქრებული აქვთ ამ უნიკალური შენობის პარლამენტის შენობის გაყიდვა ასევე აბსოლუტურად ყველაფერს ყიდიან და რაც შეეხება რაც გამომჩა კიდევ წანისის დღეპარკი და გონიოში რომ არაბული ქალაქების ის აშენება იგეგმება უკვე გამზადებული აქვს იქ უკვე სამუშაოები ჩატარებულია დანომრილია წითელი საღებავებით 100 წლიანი ხეები სულ პირწმინდად აბსოლუტურად და როდესაც აი ამას დაიწყებენ ეხლა გვისმენენ ვიცით ჩვენ უშიშროებას და მთავრობას და ყველანი როდესაც დაიწყებენ იქ შევლენ და ამის გაკაფვას რაც აი ბურვაყრუს და ჯალალედის არ ჩაუდენია იქ გაჩნდება ქართველთა დიდი გაერთიანება მთელი ჯანსაღი საქართველოს მოსახლეობით და აი იქ ჩვენ აღარ დავიწყებთ მერე სამართლიანი საარჩევნო კანონი მიიღე ეს მიიღე იქ დაისმევა ერთადერთი საკითხი გადადგეს გამყიდველი მოღალატე რეჟიმი ანტიკართული რეჟიმი აი ეს ამის დრო მოვა ჩვენ ვიცით რა დროსაც უნდა გავაკეთოთ ამის დრო მოვა აუცილებლად და ვინაიდან უხმლოდ უთოფოდ ესე გვანადგურებენ და სისხლისგან ვცლიან რადგან გამოუცხადეს ქართველებს ომს უნდა გამოუცხადოს ქართველმა ხალხმა ომი აი ეს იქნება ბოლო ჩვენი სიტყვა მე ახლა მინდა სიტყვა გადავცე თქვენი მკვიდრია აქ გაზრდილია თიანეთში ემიგრაციიდან დაბრუნდა მე როგორც ვიცი ქალბატონი სუზანა ბასილაუს მოგესალმებით ჩემო თიანეთელებო თიანელებს ვიზახით ჩვენ და თიანეთელ ხო რამი და ეხლა ყველაზე მეტად ის მტკივა რომ საქართველოდან მიდიან ეხლა უკვე დაიწყეს ახალგაზრდებმა წასვლა ჩემი შვილი წასულია გერმანიაში და ახალგაზრდაც იყო ჩამოსული და ცხარეცრემლებით ტიროდა ისე უნდა საქართველოში ცხოვრება თავისებთან და თავის ოჯახში მე მიმართავ ემიგრანტებს ხალხო ჩართულია უკვე წამზომი ჩვენი განადგურების ვისთვის შრომობთ ეგეთ ყოველდღე ვასაფლავებთ ახალგაზრდებს იმ თქვენი გამოგზავნილი ფულებით ნაყიდი მანქანებით აგერ გვიხოცავენ ჯგუფები აქ შექმნილი ახალგაზრდების წარმატებული ახალგაზრდების დასახოცა და აგე იმ ეკა რა გვარია კუპატაძემ გამოავლინა ამ გმირმა ქალმა რომელსაც არ დაუდექით ირინა ენუქიძეს თავის დროზე და გვეხოცებიან ახალგაზრდები ვისთვის შრომობთ მე მიმართავ ემიგრანტებს ჩამოდით დროზე სამშობლო გვეცლება ხელიდან ვისთვის ყოხრა დაგჭებათ ყველაფერი რასაც შრომობთ მე 2 წელი 2 თვე და 2 კვირა ვიყავი იტალიაში ჯერ ერთი როგორ დამამცირებელი სამუშაოა ან თამოყარობა ქართველები ხართ ხო იცით ყველამ როგორები ვართ ამაყები ჩამოდით ჩვენზე ძვირფასი სამშობლო არავის არ აქვს დედამიწის ზურგზე და ამაზე მდიდარი ქვეყანა ჩვენ თვითონ მოვიხმაროთ ჩვენი რესურსები ჩვენი საქართველოს რაც გაგვაჩნია გვართმევენ ჩვენი ეს და გვართმევენ გვიყიდიან ხალხო ცოტა ხანში აი რა ყველა მაგას ლაპარაკობ და რაღაც უყურებთ ჩამოდით ემიგრანტებს მიმართავ და კიდე მიმართავ ჩვენი რაიონის მერს ირაკლი არა ლევან ციკლაურს ყველას ვინც ადმინისტრაციულ სამსახურში ხართ დროებითია ეგ თქვენი ხელფასი და წარმატება თქვენ საქართველოს სამსახურს ადაპირებთ წასვლას ცოლშვილი სად უნდა წაიყვანოთ მე მაინტერესებს მე ამარაბებთან არ გაცოცხლებენ ხალხო ბოლოს მოვლე და თავებს დაგვაჭრია ამაზე იფიქრეთ ყველამ მეტი მე რა უნდა გითხრათ ვინც სამსახურებში ხართ გამოდით ნუ გეშინიათ აგერ რუმინეთში რო იყო გამოსვლები და რაღაც 1500 სტუდენტი იყო გარდაცვლილი ერთმანეთზე გადადიოდნენ და ისე აიღეს მთავრობის სახლი და გადაიჩინეს თავი ნუ გეშინიათ ჩვენი წინაპრები ეგრე არ იხოცებოდნენ დედა ეგრე არ მოცავდა და შვილსა და არ უშვებდა ომში ეხლა უკვე ხმალზე აღარ არის მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოთ და ღმერთი ჩვენთან იქნება შეგვეციოს დედა ღვთისა და მეგობრებო, თუ ვისმეს სიტყვა გინდათ რომ წარმოვთქვათ, მოგცემ სიტყვას, ან კითხვები თუ გაქვთ რომ დასვათ, რომ გიპასუხოთ.
უნდა ვისმეს გამოსვლა? კითხვები ხომ არა გაქვთ? აი მე ვფიქრობ რომ უკვე ჯგუფები უნდა შედგება ყველა მიცოდეთ რა რამდენი თანდათან მოგემართება ხოხი და ვიცოდეთ დაიძახეთ თუ არა რომ ყველანი წამოვიდეს რა თქმა უნდა, ესე იგი კრანის სიტყეპარკში შევლენ თუ არა, ჩვენ გავჩნდებით და მთელ საქართველოს უნდა მოუძახოთ, მათ შორის რა თქმა უნდა თიანეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ყველა რაიონმა, ასევე ჩვენ იმედი გვაქვს, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ხმამაღლა, მაგრამ მუშაობთ იმ მართალსასულიერო პირებთან, რომელთაც ძალიან სკივათ სამშობლო, ისინი ჩვენ გვერდ მაღალი იერარქებია საკმაოდ და დიდი ავტორიტეტების და ისინი ჩვენს გვერდით დადგებიან. თუ ვინმე შეკითხვები აქვს და რა ვიცი ახლა თუ იმას კითხვა უნდა და მოვიდობროთ. ყველას მინდა რომ დიდი მადლობა მოგახსენოთ თიანელებო, გენაცვალეთ რა. ჩვენ ავართ ერთი ძალა, აი როგორც ავთქვი რა, თიანელები, სუფთა ხალხი, ის ადამიანები, ვისაც დღემდე გვჯერა მართა და ის კულტს რო ვათაყვანეთ, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა ვიცი, ჩვენი ეს თუ დაგვავის და ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია იმის როგორ ჩერდებოდნენ ვაჟკაცები და ჩვენი წინაპრები მანდილოსის დანახვაზე დღეს კიდე ძალიან კარგად მოგეხსენებათ იმას რაც უფრო მაგრა შეიგინებიან და რაც უფრო მეტად გაიწელებიან უფრო მაგარ ბიჭებად მოაქვთ თავი და კიდევ ერთი მინდოდა მეთქვა ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა და აუცილებელი რომ ამ ქართველთა დიდ გაერთიანებაში და ზოგადად ეროვნულ მოძრაობაში აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი ადამიანები ჩაერთონ, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იქნება ქართული ენის სიწმინდე. დღეს ჩვენ ქართული ენის სიწმინდე დავკარგეთ ყოველ სიტყვაში სლენგი და ესეთი რაღაცები, სხვა ქვეყნიდან შემოსული იმებით ვსაუბრობ და მე ერთმანეთთან მიმართვის ფორმები და კულტურას დავკარგეთ, შემოკარგო მიეთრია, მოეთრია, წაეთრია ესეთი რაღაცები. ძალიან არ გვინდა ჩვენ ერთმანეთს კორექტულად ესე უნდა ჩამოყალიბდეთ ნელ-ნელა ნაბიჯ მეც არ ვიცი ბევრი არაფერი აი თქვენი იმედი მაქვს უფროსი ადამიანები ვინც დღეს სტუმრად დავპატიჟეთ თბილისიდან ვინც მოვიდნენ ეს ბატონები ბატონი დავით და ბატონი დემური და ბატონი გიგლა და ასე შემდეგ მათგან რაღაცა გამოცდილებას მივიღებ და ასევე კიდევ ჩვენ ენერგიას როგორც ამჟამად ერთმანეთს ესე თუ არ გავუგზიარეთ ესე არაფერი არ გამოგვივა და ეხლა ვსწავლობ ეხლა ვდგებით გზაზე რა ესე მიმაჩნია და ესე ვხედავ და ყველას გენაცვალეთ ვინც ამ საქმეში საქართველოს გვერდით დავდგებით ძმაო. აი ესენი ვარ თიანელები 20 კაცი ვარ დღესაც მაო. ხვალედაზე გვიქნებით 50. ეს მაგალითი მე მინდა რომ აიღოს სვანებმა აიღონ აი ჩემი სვანი ძმაკაცი ჩამომივიდა ჯანოზა გენაცვალე კახეთიდან ჩამომივიდა ჩემი ისა ძმაკაცი ასევე და კიდევ არიან უნდა ჩამოსულიყო რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდნენ მაგრამ ეს პირველი შეხვედრა იყო და რაღაცა მიზეზები თავისებურად პრობლემები წარმოიქმნებოდა, მაგრამ მომავალში უფრო ორგანიზებულად უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტი მოვიდეთ, რომ დაინახო, რომ მიწის მცველები საქართველოს და პატრიოტები უფრო მეტი ვარ, ვიდრე ეს გამყიდველები არიან. დიდი მადლობა ყველას და უფალი ფარავდეს თქვენ და საქართველოს ჩემო კარგი. მეგობრებო, მე ახლა აი ზურაბ ჯაბანიშვილს აგერ გადავცემ მე იმას აი ამ ფორუმას ეს გექნება და ვისაც ენდომება რომ გაწევრიანდეს ქართველთა დიდი გაერთიანების წევრი გახდეს თქვენ უფრო იცით და მოგმართავენ და გაწევრიანდებით რომ მე ერთიანი ბაზას ვაკეთებთ როდესაც საჭირო გახდება ადვილი იყოს მობილიზაცია ყველას ბატონო ერთი რაღაც დამავიზდა რა აი თვითონ ბატონი დავითის დამეთანხმება რომ ჩვენ არანაირი ინსპირირებულები კონსპირაციას არ ვღებთ არავიდან ჩვენ უბრალოდ აი ბატონმა დავითმაც არის და აქ მანამდე ოფისი გავხსენით ჩვენ აი ჩვენი ერთობით რა თიანელებმა პატრიოტებმა ოფისი ნათესომა რა არის დასამალი ნათესომაგან ჩემი მირონია ცოტნე ჯამაგიძე პატარა ბიჭი არის ჯამაგიძე კარგად თიან შენობა რო არის აი მათ მეორე სართული მათხოვა რა რომ მოგცა რომ მოძლიერდითო რა და სულ ყველას გეუბნებით ახალგაზრდებო, აი თქვენ ერთი გასაღები თქვენ ერთი მამის ტოლებს, ერთი ჩვენ ტოლებს და მივიდეთ დავსდეთ და რაღაცები ერთად უნდა დავგეგმოთ და ღონისძიებები რომ ეს მუხტი არ უნდა ჩავაგროთ. არ დავბეჭავდეთ ხალხო თორე ჩვენი შვილები განწირულები არიან. რომელი ადგილია ზუსტად? ბატონო რომელი ადგილი? ეს ნომერიც უნდა ეს არის შემოკარგო თქვენ გვერდით ის რომ არის. რა ქვია იმას? ნოტარიუსი რო იყო? PSP რომ არის იმის წინ, დიახ, ნოტარიუსი რო იყოს მეორე სართულზე.
მანდ არის ეს ოფისი. უბრალოდ ეს არის ნუ ჯერჯერობით გვათხოვა, მაგრამ ეხლა ის არ იქნება სულ რა ჩვენ ცოტა რაღაცა თუ ერთმანეთის ხარში დგომით გვერდზე არ დავუდექი და რაღაცა არ განვითარეთ და ეს არის ზუსტად ეს არის ჩვენი სიძლიერე რომ აი ამ ადამიანებისაგან დამოუკიდებლად უნდა გავვითარდეთ ყველა რეგიონში და ეს ადამიანები თავისი ცოდნით, თავის გამოცდილებით დაგვიდგებიან გვერდზე. ჩვენ ჩვენებურად კიდევ ვეცადოთ. დიდი მადლობა ყველას, უფალი გფარავთ. ქალბატონმა სუზანამ ლექსი მინდა წავიკითხო და დამავიწყდაო და საკუთარი ლექსი, რომელიც 2018 წელს დავწერე, აი გამოსვლები რო იყო გადაგვარებული ახალგაზრდობა რო გამოდიოდა, მე სიცხე მომცა მაშინ და ლექსი დავწერე. ნეტა რა დედამ გაგზარდათ, რა შხამი მოგცათ რძედაო, იამ ნანადრა გიმღერად გაწვენდათ რა კვანზედაო, რა პური წყალი გაჭამად რას გიყვებოდათ ნეტაო, არ რაკებს რას რა გეტყოდათ, რას ღაყრებსად ზედაო, მტერ მოყვარისა გარჩევა ესწავლებინა ნეტაო, იქნება კაცად გადდოდით გამოგდგომოდით ჩვენცაო, სამშობლო არ გაგეყიდათ ხახზე და შაქარზედაო, ახლა ხომ ხედავთ რა ხდება მტერი მოგვად გაკარსაო, გამოიგვიძეთ მომხდურნი გვართმევენ მიწაწყალსაო, ეგნაო ხრალი ფულები მერიატანეთ ქარსაო, სამშობლო აღარ გექნებათ შვილი ატანეთ ზანგსაო, გამოიგვიძე ქართოლო ღმერთი აღარ აკწამსაო. შესანიშნავი იყო. რა ვიცი, აბა თუ არ არის შეკითხვები მეგობრებო, ძირითადად მაინც ეს საინფორმაციო ის იყო შეხვედრა ჩვენი დღევანდელი და რა ვიცი, დავასრულოთ მაშინ თუ არ არის შეკითხვები. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო თიანეთელებო. დაგეცვათ თქვენი სამშობლო ისე როგორ თქვენი წინაპრები იცავდნენ. საამაყო ხალხი ხართ, მთიელები მიყვარხართ და ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს. ქართველთა დიდი ერთობა გაუმარჯოს ერთიან საქართველოს.